მოგესალმებით. ორი აქცია და ორი რადიკალურად განსხვავებული პროტესტი. საზოგადოების ერთი ნაწილი სოფელ ბერშუეთთან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს. მეორე ნაწილი კი ეხლა უკვე თქვენ ხედავთ კადრში აღმაშენებლის გამზირზე არალეგალ ემიგრანტებს ებრძვის. ესაა რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე იწყება ეგრეთ წოდებული ქართული მარში. მთელი დღეა საზოგადოების ერთი ნაწილი მცოცავ ოკუპაციას იქ ადგილზე აპროტესტებს. ეხლა თქვენ როგორც გითხარით, კადრში ხედავთ სწორედ იმ ადგილს, მთავარი მოვლენების ეპიცენტრს და ჩვენ შევდივართ პირდაპირ ეთერში. პირდაპირი ჩართვები ოკუპაციის საზღვრიდან და აღმაშენებლის გამზირიდან. გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7. მე კი გადაცემის დასაწყისშივე ვიტყვი ასეთ რამეს, სად ვიდგებოდი დღეს პირდაპირ ეთერი რომ არ ქონოდა, მე აუცილებლად ვიდგებოდი იქ, სადაც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ.